ყველასათვის გახდა ცნობილი არაბული კომპანიის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში. Აი, როდესაც ჩვენ გადაშენების პირას ვართ და ვერ მრავლდებით და ამ დროს შემოსვლა ასეთი დიდი კომპანიის, რომელმაც თქვენ იცით, რომ აპირებს ორი დიდი ქალაქის აშენებას, ერთი თბილისთან და ერთი აჭარაში. და გაცხადებულად მათ არანაირი დაფარულად თქვეს, რომ 60% გაყიდვებისა, ესე იგი, არის საერთაშორისო ყიდველზე გათვლილი. და მე გეკითხებით, იმ 40%-ის შემძენი ვერ იქნება ქართველი. დღეს ხედავთ გაძვალტყავებულ ჩვენ ხალხს, რომელსაც ბანკების თავხედური თავდასრულობით მაღალი პროცენტებით, სესხებით იხრჩობა ჩვენი მოსახლეობა. რისი მყიდვე, იმ 40%-ის მყიდველიც არ არის ჩვენი ხალხი. ანუ რა ქართველობაზე ვსაუბრობთ, რა ჩვენ გამრავლებაზე ვსაუბრობთ, როცა ჩვენივე ხელით ჩვენ მიწაწყალს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედ, წმინდა ნინოს ვაზიშვით განათლებულს, ანდრია მოციქულის, სიმონ კანანელის მატათასი, რომელიც გონიოში განისვენებს, აი მიწას ჩვენივე ხელით ვაძლევთ ვის უცხო ტომერთ. აი დღეს გადახედეთ ჩვენ საზოგადოებაში, ჩვენ ქალაქებში, რამდენი აი ჩვენი ხალხი გაედინება და 1000 ჯულის, 1000 ტომის ადამიანებით გაივსო ჩვენი ქვეყანა. ჩვენ რა თქმა უნდა სიძულვილი კი არ დაგვაჩნია, მაგრამ როცა ჩვენივე ქვეყანაში ამას ვიქადის დრო და ჟამი, რომ შეიძლება უმცირესობაში აღმოჩნდეთ, აი ამ დროს კომპანია, რომელიც გაცხადებულად იძახის, რომ 30,000 კაცის ჩამოიყვანს და მისი ტომერები შეისყიდიან და ჩასახდებიან აქ, აი მაშინ რას ვაკეთებ ჩვენ, ესე იგი, რაც ტერმა ხმლით ვერ დაგვათმობინა, აი ეს სხვადასხვა ხერხით 21 საუკუნეა ხო დღეს, სხვადასხვა ხერხით მოსული უცხო ტომერები ფეხიდან გამოგვაწყიან მიწას. და მაშინ შეგვჩება რა? არაფერი. და ჩვენ პასუხს ვაგებთ ღვთის წინაშე და იმ წინაპართა წინაშე, რომელთაც საკუთარი ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე, საკუთარი შვილები გაიგეს ამ მიწაწყლისათვის. როგორც წმინდა ილია მართალი ამბობს, რომ ქვად თავიანთი ძოლები და სისხლად კირა თავიანთი სისხლი გაიგეს ჩვენმა წინაპრებმა და ესე აუშენეს საყდარი ღმერთს, მაგრამ ამ საყდარს თუ ჩვენ ვერ უპატრონებთ, აი როგორც ნათქვამია, რომ უპატრონო საყდარს სხვები დაეპატრონებიანო, აი ესე შეიძლება მოხდეს და სწორედ ერთ-ერთი ჩვენი მტრის სიტყვები ასრულდეს, რომ კარგია საქართველო ქართველების გარეშე. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვხიზდეთ და მე არ ვიცი, აი გაუგნებული ვარ. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ეკონომიკური განვითარება, ჩვენ გვინდა ქვეყნის სწორი განვითარება, მაგრამ თუ ქართველი საქართველოში არიარსებებს, მაშინ ასეთი განვითარებული ქვეყანა თუ რაღაცა, არ ვიცი. ეს მე ვფიქრობ, მე მიმაჩნია გაუმართლებლად ეს პროექტი და მე მიმაჩნია, რომ ეს შეიცავს დიდ საფრთხეებს და დიდ რისკს. დღეს დაცლილია ჩვენი სოფლები, ჩვენი ქალაქები. ჩვენი თანამემამულეები უკმაყოფილი საშოვნელად არიან ემიგრაციაში გასული. და ისედაც თქვენ იცით, რომ გაეროს ოფიციალური კვლევებით სამწუხაროდ ჩვენიერი მოკვდავ ერების სიაშია, ესე იგი ვერ მრავლდებით. და ამ დროს სახელმწიფოს არ გაგვაჩნია რაიმე დემოგრაფიული განვითარების პროგრამა, არც პოლიტიკა. არც ის, რომ ჩვენი ხალხი დავამაგრო თავის მიწაწყალზე. ან შევქმნათ ისეთი პირობები, რომ აქეთ ჩამოვიდეს ჩვენი მოსახლეობა.